ეჰეი ქართველნო მერაბა მერაბა ზურაბა საქართველო არც მეტი არც ნაკლები უნდა გახდეს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი. ნაკავსაყრელი არის. საქართველოს გულისთვის ავიტან ხო იცი? ავიტან. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ. ეჰეი ქართველნო ოკულდეპტერი თურქეთში ვიმყოფებით სადაც გაიმართება ბრძოლა ეს არის 1121 წლის დიდგორის გამოგრძელება ეხლა არის მომენტი როცა უნდა მოვიგოთ აი ამ ბოლო მომენტამდე მიგვიყვანა ვილი სალიოლმა და აქ უნდა დავამტკიცოთ რომ ჩვენ ძალიან ძლიერები და მაგრები ვართ. აბა, წინ ქართველებო, სულ რაღაც 2000-იც არა ვართ, მაგრამ მოვიგებთ. ოდითგანვე ასე იყო, ერთ ქართველზე მოდიოდა 10 კაცი. აქ უფრო მეტი მოდის, მაგრამ ჩვენ დავამარცხებთ თურქეთს. ბიჭებიც დასვენებულები არიან, წინა თამაში არ უთამაშიათ ესპანეთთან და უფრო დიდი შემართებით ვიქნებით. თქვენ გენაცვალეთ ყვერებში. აბა, ბიჭებო, უნდა მოვიგოთ. გზები ჩახერგეთ. უკან წამოსასვლელი გზები ჩახერგეთ. კარგი ხარ, კაი გამარჯობა. საქართველოს გაუმარჯოს. აუცილებლად ყველგან და ყოველთვის. ვიგებ დღეს 2-0. აქ მიწა რა ღირს ხო არის კვადრატული. კაროჩე, აი იქ ის $200. ჩვენია ეს მიწა. ჩვენია. მეფეო, ჩავარტყათ ერთი. რა არის ოღონდ? ო, აბა საქართველოს გაუმარჯოს. ჩვენ მიწა წყალს. დიდგორს გაუმარჯო 1121 და აბა კარგია, კარგი, ეს ტელევიზორისთვის გამოდგება. გავშვებით დღეს. ვიგებთ ხო? თქვენ საიდან მოდიხართ? ევროპიდან თუ საქართველოდან? საქართველოდან. ეს ჩვენი მიწა ხო არის? არა, მე მგონი ეს არის ხო ჩვენი. დღეს არის დიდგორის გაგრძელება. მოსაგები ხო არის დღეს? ეს მოსაგები არის. რა ანგარიში? 3-2 ვიფიქრეთ ჩვენ რა. 3-1 მე. კი ბატონო, აბა წავედით კიდე რა ხდება. ეს ტერიტორია დროებით არის ჩვენი დღეს. მე აქედან მივდივართ ავტობუსების სტადიონამდე. ესაა დღეს არის გვაქვს ნაქირავები დღეურად ეს ადგილი და მე მივდივართ რა იქ რო არ შევერიოთ ხალხში და მართლა ბრძოლა და ეს რო არ გაიმართოს. აი აქ ვიკრიბებით ეხა ქართველები ცოტას ვაგვიანებთ მე მგონი, მაგრამ არა უშავს. აბა როგორი განწყობაა დღეს? ვიგებთ. როგორც 1121-ში ცოტა ვართ, მაგრამ უნდა ვანახოთ რომ ბევრი ვართ, ხო? რა ანგარიში იქნება ეს როგორ? X2 მიდევს მე რა. X2 აღარი, კარგი, 2 არის. 2 არის, 2. ლაფავოი 2 არის. 200 კაცი უნდა შეუშვათ თავიდან. ხო, იგო. ნახოთ. აქ კვადრატული რაღის ხო არის? ჯერ არ ვიცით. მინდა რომ ჩავდგათ корпуსზე. ლარი დავიცი ალბათ. ესეთი სუნია ლარი დავიცი. ხო, აქ ის არის, ხო? უი, მაგაზემა მეკითხა ეს სანაგაოზე არისო თამაში. კი, წერან ვიყავი სტადიონთან და მართლა სუნი იყო. ხო, ანუ იმაში რომ ჩავატაროთ ჩვენ ნორიოში დაახლოებით ეგ თემა, ხო? დანის თავზე რომ ჩავატაროთ. დანის თავზე რომ ჩავატაროთ. ანუ სპეციალურად ხო არ გვიწყობენ რომ ცუდ პირობებში ვიყოთ. ესენი მაგ ცუდ პირობებს მიჩვეულები არიან და ჩვენ როგორღაც 2 საათი გავუძლევთ. გავუძლებთ, კი ბატონო, ნახოთ, აბა ნახოთ. კეთაც არიან ბიჭები. აქ რა ხდება, ხო არის? მე გამოვიარე და შემოვედი აქ. სელჯუკებს დავამარცხებთ დღეს. ხო? როგორც ანგარიშით. დიდი ხანი რა ყოდა დამარცხებული და ბოლოს დავამარცხეთ, აი დღეს იქნება ეგ. დღეს ცოტანი ვართ, ხო, როგორც მაშინ. მაშინაც ცოტანი ვიყავით, მაგრამ არა მოვიგეთ. ხო, აქ კვადრატული რაღის ხო არის? თურქ გულშემატკივრებს აგვარიდეს და რატო აგვარიდეს, ხო არის? აქეთ სხვათა შორის ეგ რომ რო არ დაჩაგდო. ხოცოთ ყველა რა. ო, იქ მახსოვს ევროპის ჩემპიონატზე რომ ჩაითეთქვა 1-2 და ეთყობა ეშინია. მაგრამ გზაში ვინც შეხვდნენ სხვათა შორის ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ. გიჟიფანები იქაც არიან, აქაც არის. არა, აგვა გასაყოფი კაცი. აუკლარჯეთი და რაღაცეები, მაგრამ ეგ არა უშავს. ეგ არა უშავს, მე დაბრუნდება ოდეს. გამარჯობა, კვადრატული რაღის აქ ხო არის? ძალიან ძვირია რა. ეს ვიღებთ ამ მიწას? სტადიონს ავიღებთ და მიწის არ ვიცი. რამდენი გულშემატკივარია? მე მგონი 2000-ზე მეტი არ ვიცი. თქვენ საიდან ჩამოხვედით? ევროპიდან თუ თბილისიდან? გურჯისტანიდან. რითი წამოხვედით? ავტომობილით. რა მოგეწონათ ამ ქალაქში თუ რა ქვია, რაც არის? როგორი ქალაქია? არ ვიცი არ. აი რომელი საქართველოს ქალაქში ადარებდით ამ ქალაქს? არ ვიცი, არავის არ ვაწყენებ, მაგრამ საქართველოს ქალაქები ჯობია მგონი. ნებისმიერი. ნებისმიერი. მე უფრო მაგონებს გდანის ნაგავსაყრელს.
შეკარი ლაშქარი? მე შევკარი გზების ჩავახერგინე, ეგ ტრაქტორი მყავდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ იყოს. მოვყვებით რა, წინ გაგვიძახი და მოვყვებით. კი ბატონო, წავედი. მერაბა. ზურაბა. მერაბა. ვერ არის უფრო. I'm Turkish. Turkish, Istanbul. Yes. ვიგებთ დღეს. Georgia-ვი, no Turkey-ვი. Turkey. Say Georgia-ვი. Georgia. Score 2-0. 2-0 Georgia. 2-0 Georgia. რა გადაუხადეთ ამდენი ამას? გზაში ხარ დაალევინეთ. Turkish words. Dondurma. Это ისა ნაყინი ხო? ჩოჩუხლარ, ჩუჩუხლარ. Баушви. Русский знаешь, да? Да. Чучухлар, баушви. Ташаклар. Taşalar iyiydi. Evet, taşalar. Taşalar kötü. Это по-русски что? Taşalar kötü, taşak не скажи taşalar. Не скажи. Taşalar по-турецки. Все. Thank you, brother. Eyvallah, brother. აბა გაუმარჯოს თურქეთს და საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს. გითხარით ორი სიტყვა დღევანდელ. აუც იმედიანად ვართ. როგორი დღეა? ამაღლებული. არის 1121-ის კი გამოძახით. ვაი ბები მოაკ 1121. სისხლში და სხეულში არის. დღეს დიდებული დღეა, სვეტი ცხოვრობა და შეგვეციოს. ცხოვრობა არის საქართველოს და გილოცავთ, აბა მოგება. ამინ, ერთმა გისმენთ. აბა გითხარი დღევანდელ დღეზე? 1-0 თუ დამთავრდეს, მადლობელი ვიქნები, მაგრამ უეჭვეუნა უფრო მეტი გოლი გავიტანოთ. აჰა, ჰანდიკაპია. რა? ჰანდიკაპი. არ ეცოდინება ბავშვია. აბა საქართველოს გაუმარჯოს. ვის გაუმარჯოს? ვის გააქვს გოლი? მიქავტაძე კვარაცხელია და შეიძლება დავითაშვილი. მამარდაშვილი? ასისტს გააკეთებს. ეს ბავშვი ყველა მატჩზე დადეს, ასე რომ კარგი ფეხიც აქვს. კარგი, მეც მათ შორის გერმანიაშიც ბრძანდებოდა და ასე რომ დავყვებით და პორტუგალის თამაში შევაყაროთ კი. აბა წარმატებები. შო, წავედით, მომყევით, აბა, წავედით ავტობუსებით. ეჰეი, ქართველნო, წავედით. ქართველნო, 258 ნომრით წავედით. აბა მივდივართ წინ გამარჯვებისკენ. მივყავართ თურქ ბრძოლს, მაგრამ არ ამუშავს. მაინც მოვიგებთ. ეჰეი, ქართველნო, დღეს რა ვშვებით, ვიგებთ? აი ეგრე ვერ მოვიგებთ. უფრო ხმამაღლა. ეჰეი, ქართველნო, მომყევით. მოდი რაინდად გაკურთხებთ თუ და დღევანდელ მატჩს წინ წარუძღვებით თქვენ. მე და შენ. არა, თქვენ რა, მე და შენ. მე მგონი 2000 არა ვართ, მაგრამ ის 200 ვართ, ვინც შევიდა თავიდან. აბა დღეს რა ვშვებით? სურვილი რა თქმა უნდა ის არის რომ გვინდა გამარჯვება, გამარჯვების გარეშე ფაქტიურად აზრს კარგავს ჩვენი აქ ბრძოლა გასვლისათვის და მე მგონი ბიჭები მიხვდებიან მაგდენს რომ დღეს უნდა ბრძოლაში უნდა მოვიპოვოთ, მე მგონია გამარჯვება და მერთმა ქნას მერთი დაგვეხმაროს მაგაში მარტო ჩვენი ძალები შეიძლება არ იყოს საკმარისი და უნდა გავიმარჯვოთ. თქვენი რეგალია რომ გვითხრათ ჩემი YouTube მაყურებლისთვის. კი ბატონო, მე ვარ ზურაბ პეტრიაშვილი, მე ვარ პირველი მატჩის ეროვნული ჩემპიონატის თბილისის იბერია ფოთის კოლხეთის ტელეკომენტატორი და მე ვიყავი ის მთავარი ინიციატორი რომ გამოვყოფოდით საბჭოთა კავშირს და დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრები ყოლიყო. მე ველოდებოდი ამ გამარჯვებებს, ჩემი ინტერვიუების ევროპის ჩემპიონატით ვიამახოთ, ხო? დასაწყისი იყო ჩვენი აღმასვლის. მე ველოდები ახალ და ახალ თაობებს, იმიტომ რომ მე ახლო ვარ ბავშვთა ფეხბურთთან. კარგად ვიცი, ეხლაც გუნდი მყავს და ვავარჯიშებ. და ვიცი, რომ თანდათან მოდიან კარგი ნიჭიერი ფეხბურთელები და ჩემი ამოცანა იყო ორი. ერთი იყო, რომ უნდა დამოუკიდებელი ფეხბურთი ყოფილიყო, უნდა აღღერებულიყო ჰიმნი, დროშა აფრიალებულიყო. ეს იყო პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი იყო, რომ საქართველოს არც მეტი, არც ნაკლები უნდა გახდეს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი. ეს არის ჩემი ასე ვთქვათ ღმერთმა გისმინოთ, ღმერთმა მე ამას გამოვიდით რომ სოფლიოზე გასვლას დაუდოთ ძალიან რთული ამოცანა არის ჩვენს წინაშე, მაგრამ
როგორც 1121-ში ისე უნდა ვიბრძოლოთ. აუცილებლად. მოდი გითხარი როგორი დღეა დღეს? ეს არაჩვეულებრივი დღეა. რა მოლოდინები აბა? ჯავი რთული იქნება რა, ეხა ამათვისაც გადამწყვეტი თამაშია, მოიგებენ გასულები არიან პლეი-ოფში და ჩვენთვისაც დასაკარგი რო არაფერი გვაქვს, მაგის იმედი მაქვს, რომ შემდგომ ფეხბურთს ვითამაშებთ და ჩვენ ვინც ვართ აქ ჩამოსული ამ ხელაგზაზე საგულშემატკივროდ სიამოვნებას მივიღებთ. ანუ რაც იყო თურქეთთან ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ ის უნდა იყოს თამაშის ხარისხით და ეგ თუ იქნება დარწმუნებული ვარ შედეგი. ადგილას ვიჯექი სადღაც იქაც და აი ადგილია ო სტადიონი. მაშინ წავაგეთ, მაგრამ ეხა არ წავაგეთ. სტადიონი მომეწონა ძალიან და კარგად ჩა. თვითონ ადგილი? ცოტა სუნი იყო. ეხლა მე მგონი მივეჩვიე, ისევ იქნება რა სუნს მივეჩვიე. დავსაყრელი არის. საქართველოს გულისთვის ავიტანთ, ხო იცი? ავიტანთ, არა პრობლემა. დაიწყო პირველი ტაიმი, აბა წინ საქართველო. სამწუხაროდ გაგვიტანეს, არ გაიტან გაგიტანენ არის. არაუშავს. ამოწმებენ მე მგონი ვარზე, ამაშგარა იყო თუ არა. სამწუხაროდ 0-ია, 1-0. დააცუდი სტრაფი გოლი მივიღე. არაუშავს. საქართველო მეორე გოლი გაგვიტანეს. ორ-0-ს ვაგებთ, მაგრამ არაუშავს. არის შანსი კიდე. ნუ ძალიან ისეთი დაბალი თეორიული შანსია, მაგრამ ის მიხარია, რომ აი ესე აი აქ 2000 ქართველი იქნება თუ 1000 ქართველი იქნება, ერთად გავართ და ბოლომდე გულშემატკივრობთ საქართველოს ნაკრებს. აი იმენა მივყვებით ბოლომდე. გაუმარჯოს საქართველო. მესამე გოლი გაგვიტანეს. მე მგონი აქ უნდა დავამთავროთ ვიდეო. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებდით, ვინც ამ ვიდეოს იყურებდა. არხი გამოიწერეთ აუცილებლად, ვისაც არ აქვს გამოწერილი. რა ვიცი, ჩვენ მე მაინც ჩავთვალე საჭიროთ, რომ იყო შანსი, რომ ერმოგვეგო ესე დამთავრებულიყო ეს თამაში ჩვენთვის სამწუხაროდ წაგებით. მაგრამ მე მაინც ჩავთვალე საჭიროთ, რომ თურქეთში წამოსულიყავი და ვიდეო გადაგვეყო. არაუშავს მეგობრებო, უნდა ვისწავლოთ შეცდომებზე, შემდეგ შესარჩევებზე უკეთესად უნდა ვითამაშოთ. მე მომავლის იმედით გემშვიდობები. მადლობა. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.